ხარებს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე ისრაელელმა ჰაკერებმა ირანული კრიპტობირჟიდან დაახლოებით 90 მილიონი დოლარის აქტივები მოიპარეს. ჰაკერული დაჯგუფების განცხადებით, კრიპტობირჟა Nobitex-ს ირანის მმართველი რეჟიმი ძალადობის დასაფინანსებლად იყენებდა, ამიტომაც ის დაისჯება და იქიდან მოპარული კრიპტო განადგურებული იქნება. დიახ, ისრაელში ბაზირებულმა ჰაკერებმა Nobitex-იდან მოპარული კრიპტოაქტივები ფაქტობრივად გადაყარეს. ამით კი იმაზე მიანიშნეს, რომ მათ არა ფინანსური, არამედ პოლიტიკური და მორალური ინტერესები ამოძრავებთ. ზოგადად, ისრაელი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით პლანეტის ყველაზე მოწინავე ძალად ითვლება. ამიტომაც კრიპტობირჟის დაჰაკვა ამ შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოსათვის გასაოცარ მიღწევად ნამდვილად არ უნდა ჩაითვალოს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალში ისრაელი და ისრაელელი ჰაკერები ირანში არსებულ სხვა სისტემებსაც აუცილებლად შეუტევენ, რაც რეჟიმის დამხობას ისახავს.